მარციპანი, მასკარპონე, მერინუე, სიგიჟია. თქვენ მართლაც გადააჭარბეთ საკუთარ თავს. მისის და მისტერ კეიკ, ეს ტორტი აუცილებლად გაიმარჯვებს. Pinky გმადლობ და მადლობთ განდერლოჩი ტრანსპორტირებისთვის. აბსოლუტურად. ეს ჩემთვის პატივია და მე უკაცრავად, მაგრამ შეიძლება გავაგრძელოთ სიარული. ეს ტორტი მძიმეა. ხომ მართალი ვარ? დიახ. კარგი მაშინ Big Mac, მატარებლის საწყობისკენ. ესეც ასე Big Mac. თხილად და ნელა. ეს განსაკუთრებულია. დიახ, მის დაგეგმვას და გასინჯვას თვეები დასჭირდა. ნამდვილად გავბრაზდები თუ? დავარდება. მისტერ და მისის კეიკ, არი ნერვიულოთ. Rainbow Dash ფლუთარში? მე მას ფრთხილად მივიტან. რა თქმა უნდა, Pinky. ჩვენ შენში ეჭვი არ გვეპარება. ბინდი, ერთი წუთით შეიძლება დაგინახო. კარგი დამცავის შელოცვა თავის დაზღვევისთვის. უფრო უსაფრთხოა ვიდრე ბოდიში. რარითი? კიდევ ერთი რამ. კარგი მეგობრებო, თითქმის მოვედით. ხედავთ? მისის და მისტერ კეიკ, მისი მოტანა შევძელით. ახლა კი ის უნდა შევიტანოთ. მადლობ, რომ დამეხმარეთ ტორტის უსაფრთხოდ მიტანაში. მადლობ, რომ ნაციონალური დესერტების კონკურსზე განტერლოჩი მოგვიწვია. დარწმუნებული ვარ, კარგი ფესტივალი იქნება. ერთი სული მაქვს, როდის გავსინჯავ დესერტებს. ყველაზე გემრიელი დესერტი კეიქების, მარციპანის, მასკარპონეს მენიუს სიგიჟე იქნება. ყველა ეს სიმდიდრე, კრემის, ქალღმერთი, მარციპანი, კომბინირებული მასკარპონე და შესანიშნავად შერჩეული აბრეშუმივით ჰაეროვანი მერინუსთან. ზუსტად, ეს ყველაზე გემრიელი, სასიამოვნო, მშვენიერი და ხვეწილი ტორტია ეკვესტრიაში და დარწმუნებული ვარ, პირველ ადგილზე გავა. ასე არ არის. მე გუსტავ ლეგრანდი, დუელში ვიწევ თქვენს ნედლეულის ტორტს. სრულყოფილად დახვეწილი ეკლერების წინააღმდეგ. ის ყველა მონაწილეს დაამარცხებს. პირველ ადგილს დაიკავებს და მე გავხდები ჩემპიონი. ლეგრანდ, შანსი არ გაქვს. ნონა ჯო, პონივილში რასაკეთებთ? ჩემს საბოლოო ინგრედიენტებს ვაგროვებ შეჯიბრებისთვის. ჩემი დონატები ყველაზე გემრიელი იქნება. პირველ ადგილს მივიღებ. მარტივი შხეფებით ჩემი დონატების მაღაზია პოპულარული იქნება. სამუდამოდ. ჯო, შენი დონატები ჩემს აღტაცებას არასდროს იწვევდა. გამარჯობა, რა ქვია? მე მულია მაილდი ვარ. შეხედე ჩემს შოკოლადის მოუს. ის ყველას ცრემლს მოგგვრით, როდესაც მე პირველ ადგილს მივიღებ და მთელს ეკვესტრიაში საუკეთესო შეფი ვიქნები. მადამ მაილდ, შენ და შენი მუსი ცდებით. შენი ეკლერები ჩემს დონატებს ვერასდროს დაამარცხებს. ტორტი, მარციპანი, მასკარპონე, მარინუეს სიგიჟე გაიმარჯვებს. შენი უბრალო ტორტი ჩემს მუსის ადგილს ვერასდროს დაიკავებს. კარგი, როგორც ჩანს, ყველანი ხვალინდელ შეჯიბრზე მიდიხართ. იქნებ ყველანი დამშვიდეთ და დაისვენოთ. უნდა აღნიშნო, რომ კარგად ვურტყამ. ხო, მე თვითონაც ვაგებ თივას.
მოიცადეთ, არ გესმოდეთ ეს შეფები რას ლაპარაკობდნენ? ჩვენ უნდა დავიცვათ. უნდა დავიცვათ, დარწმუნებული ვარ, რომ არის საუკეთესო დესერტი მთელ სეკვესტრიაში. ანუ ერთ-ერთი მათგანი დაარბებს ნამცხრებს. პინკი აჭარბებ. ხო, შეფები არ აპირებენ ზიანი მიაყენონ რომელიმე დესერტს, მაგრამ ისინი მე უბრალოდ ვიცნობ მათ, რა გაეწყობა. თუ დაცვა გინდა, წადი. ჩვენ დასაძინებლად მივდივართ. მე მათ ვაჩვენებ, მთელი ღამე არ დავიძინებ და მაინც დაგიცავ. ვერა მინდა ვერაფერი შემაჩერებს. გაჩერდი შემამნებელო. ახლა კი დაგიჭერ. რა? ზელესტია, შენ კარგად ხარ, მაგრამ რომელიღაცა მცხოველი ცუდად ურევს, მარტო აღარ დაგტოვებ. თვარი ვინ გამორთო? ქურდო, ტორტს არ მოუახლოვდე. შეჩერდი, ქურდო. თურმე ვაჭარბებ. ვიცი, რომ თვალი არ უნდა მოგაშორო. და ასეც ვიქცევი. ვიცი. ვფიქრობ, აღნიშნულ სამუშაოს კარგად შეასრულებს. ძალიან კარგად. პინკი, ჯერ ადრე ამილოცვები და აღნიშნა, შეხედე? რა შევხედო? ეს რა არის? რა მოხდა? ეს მარციპანის, მასკარპონეს, მარიგუეს სიგიჟე. ის დასახიჩრებულია. ახლა უნდა გავარკვიოთ, ვინ ჩაიდინა ეს. ანუ ვინ გააკეთა? ზუსტად, ეს ვინ ჩაიდინა? კარგი, ბევრი საიდუმლოებით მოცული ნოველა მაქვს წაკითხული. თუ გვინდა დამნაშავის პოვნა, მაშინ უნდა გამოვიძიოთ. ზუსტად. და როგორც უფროსი დეტექტივი, ზუსტად ამის გაკეთებას ვაპირებ. უნდა გამოიძიო. ხო. ვინ შეუძლია იყოს ჩემი ასისტენტი, რომელიც სულელურ შეკითხვებს არ დასვამს? კარგი, პინკი. შეიძლება მტკიცებულებების ძებნა დავიწყოთ. იდეალური სულელური კითხვაა, ჩემო ძვირფასო ბინდო, რადგან აშკარად პასუხი არის დიახ, არა, რადგან არ ვიცით ეს ვინ ჩაიდინა. პინკი, როგორ შეგიძლია იცოდე? როგორ შეიძლება არ ვიცოდე? საერთოდ ეს ვანდალური ქმედება ჩაიდინა მან, ვინც იცოდა, რომ მისი დესერტი ვერ გაიმარჯვებდა. ხვდები, შენ გეშინია შენი ეკლერების გამო, გუსტავ. შესაძამე, გაანადგურეს ტორტი და შანსი ნაციონალური დესერტის კონკურსში გამარჯვების, მაგრამ აზრი არა აქვს. ეს გულისხმობ, ჩემო ასისტენტო. კარგი, პირველ რიგში თუ მატარებელში იყავი, ახლა აქ რატომ ვართ? როგორც ხვდები, ეს საერთოდ არ არის სულელური შეკითხვა. და მეორე, ტორტი მოჭრილი არ იყო, ნაკბეთში იყო. შეხედე კბილების ნაკვალევს, მართალი ხარ?
გუსტავ ლეგრანდი ნამდვილად სუფთაა, რაც ნიშნავს, რომ სხვა მცხოველმა დაამახინჯა. მცხოველი, რომლის დონატებიც არაფერია. მართალია ეს იყო ჯო. როგორც ჯაშუშების ქვეყანაშია ცნობილი, ფაშატი, თაღლითი ფაშატი. ნამცხრობის განადგურება მოგების შანსს ზრდის. პინკი, აქ არ არის ლაზერული დაცვის სისტემა. ჯო არ არის პატარა, ჩუმი თაღლითი ფაშატი, ის არის დიდი, ხმაურიანი და არეული. ასევე მათი ტანსაცმელიც უნდა დაათვალიერო. შესაძლოა მართალი ხარ. შესაძლოა? ახლა ახლოდან დავათვალიერებ დესერტებს. ხედავ, რომ რაღაც კარგად არ არის. პინკი, ეს მუსი არ არის სმოუსი. ხო. და ჯორი მუსი დაპანიკდა, როდესაც დაინახა საიდუმლო. ანუ დამნაშავე არის მულია მაილდი. პირველი პრიზის ასაღებად რას არაკეთებს? იმედი მაქვს შენი თავით კმაყოფილი ხარ მულია. პინკი, გაჩერდი, ეს სასაცილოა. ამას შეხედე. როგორც ხვდები, მართალი ხარ. მადლობ. მაგრამ ისეთი დარწმუნებული ვიყავი, რომ მცხოველებმა გააფუჭეს. რომ ამგვარად მათი დესერტები გაიმარჯვებდა. იმას გულისხმობ, რომ შეხედეთ ჯოს დონატებს. ეს უგემრიელესი დონატები ქალაქის, რომელიც ბრჭყვიალებითაა დაფარული. და გუსტავის ეკლერები შესანიშნავად გამოიყურება ბზინავი გლაზურით. მაგრამ შემდეგ აქ არის ჯულია მაილცის მუსი მოუსი. ეს მადი საფუძველი საოცარი მუსი მოუსი აცტუნებს გემოებს მისი გლუვი მუსით და იამი შოკოლადით. ასე რომ რატომ მოხდა ეს კრიმინალური ჭამა მარციპანის? ახლა საერთოდ არ ვიცი, ვინ და რატომ გააკეთა ეს. ეს საიდუმლო კიდევ უფრო საიდუმლოებით მოცული ხდება. კარგი, უნდა შეწყვიტო ყალბი ბრალდებები და სიმართლეზე გადაერთო. ყველანი თქვენს მანქანებში დაბრუნდით, სანამ ჩვენ პატარა გამოძიებას ჩავატარებთ. კარგი, პინკი. თუ ჩვენ მართლა გვინდა ამ საიდუმლოს ამოხსნა, მაშინ გასაღები უნდა ვიპოვოთ. ახლა კი შენ აქ იყავი დანაშაულის ჩადენის დროს. მთელი ღამით. ნემა დანაშაულებ? არა, მაგრამ იქნებ რამე დაინახე, რაც დაგვეხმარება. მე მთვარის შუქზე სილუეტი დავინახე. კარგია, მოდი, შენს ნაბიჯებს კვალ მივყვეთ. და შემდეგ მე დამნაშავეს გამოვეკიდე მატარებლის ქვემოთ კაბინაში. მაგრამ როდესაც აქ მოვედი, ის აღარ დამხვდა. აჰა, ჩვენი პირველი გასაღები. ვფიქრობ, ვიცი ეს ვინც გააკეთა, პინკი. კი, მაგრამ მეტი მტკიცებულებები მჭირდება, რომ დავაზუსტო. მითხარი, შემდეგ რა მოხდა? გავიგონე, რომ კიდევ ვიღაც იყო დესერტების მანქანაში და მათ გავეკიდე. მაგრამ როდესაც იქ მივედი, მარტო კონდუქტორის ქვანახშირის ნიჩბები დავინახე. კონდუქტორი? მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. პინკი, შემდეგ რა მოხდა? კარგი, უკან დავბრუნდი დესერტებთან.
ხო? ფარდები საეჭვოდ დაშვებულიყო. საინტერესოა. კიდევ რამე? ფეხის ხმა გავიგე, ხმა მაღალი ბაკუნი და მერე წავიდნენ. როდესაც ფარდები გავწიე, კარის მიღმა ყველაფერი არეული იყო. შემდეგ რა მოხდა, ფინკი? სულ ეს არის. რა მოხდა, ფინკი? მეტი არაფერი. მთელი ღამე აქ ვიყავი და ნამცხვარს ვიცავდი. იმას გულისხმობ, რომ მთელი ღამე ნამცხვრის გვერდით მეძინა. და როდესაც გაიღვიძე, ნამცხვარი აღარ იყო, ზუსტად. ჯოვის მერე მგონი მივხვდი. დაუძახე ყველას. დამნაშავე უნდა დავიჭიროთ. აქ რატომ შეგკრიბეთ? ვიცი, გაინტერესებთ, აქ რატომ ხართ? ის კარგია. ჩვენ ამოხსენით თუ ვინ არის დამნაშავე. მაგრამ როგორ? კარგი, უყურეთ, როდესაც დანაშაულს ჩადიხართ, მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებები არ დატოვოთ, განსაკუთრებით ისეთ დანაშაულს, როგორიც არის ეს. ცისფერი ბუმბული. ვიცი, ეს შენ იყავი, გუსტავ ლეგრანდ. გუსტავს არ აქვს ცისფერი ბუმბული. არა, რადგან მათ იღებავს. არა, პინკი, გახსოვს, როდესაც დამნაშავეს ვაგონამდე სდიე, ისინი უცებ გაუჩინარდნენ, იმიტომ რომ გაფრინდნენ. მაგრამ დამნაშავემ მის უკან რაღაც დატოვა. ნამცხრები არც კი მომწონს. დანაშაული გახსნილია. არ არის გახსნილი, რადგან როდესაც ძრავისკენ წავედით, მე კონდუქტორის ქუდი დავინახე. და ქუდის შიგნით იყო ეს. ანუ ეს შენ იყავი. ვარდისფერი თმა შენი ცისარტყელის ფერებიანი ფაფარიდანაა. ვარდისფერი ფერი არ მაქვს ფაფარში. ანუ პარიკს ატარებ და გეყოფა. პინკი გაიხსენე. როდესაც პონის გაეკიდე ძრავამდე, სადაც იფიქრე, რომ კონდუქტორს ქვანახშირის ნიჩბები დაინახე. კონდუქტორი საერთოდ არ ყოფილა. ის იყო ფლუთერში. ჩემო, შენ დაბლა მიდიხარ ფლუთერში. მაგრამ შემდეგ ახალი გასაღები გამოჩნდა. როდესაც ნამცხვარს იცავდი, ფარდა თავისით დაიხურა, მაგრამ ეს უცნაურობა არ ყოფილა, ეს მაგია. მაგრამ როდესაც დამნაშავე გაქცევას ცდილობდა, მათ დატოვეს მინიშნება პორტრეტზე. რა? დანაშაულია თუ ვარცხილობას იცვლი? რატომ? მე არ ვფიქრობ, რომ ეს დანაშაულია. მართლა? მე დამნაშავე ვარ. მე ვატარებდი ხელოვნურ წამწამებს. და მე ვუკბიჩე ტორტს. მეც ასე მოვიქეცი. თხილი. მე ვუკბიჩე. ისეთი სასიამოვნო იყო, გემრიელი. მინდოდა პატარაზე მეკბიჩა. ისეთი კარგი იყო. ჰო, ჩავიძირე მასში. მაგრამ მე მართლა ძალიან წუხარ. საშინლად წუხარ. მაპატიე, პინკი. ეს კარგია. როგორც იქნა საიდუმლო ამოვხსენით. ასე არ არის. კი გავიგეთ ვინ შეჭამა მარციპანი. მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცით. ვინ გაანადგურა სხვა შეფების დესერტები? მინდო მართალი ხარ. ხომ იცი რაც უნდა გავაკეთოთ? დიახ, ვიცი შენც? გასაღები ვიპოვოთ. კარგი, პინკი. მივხვდი თუ ვინ გაანადგურა დესერტები? ხო, მივხვდი. ესენი იყვნენ ცხოველები. უპირველეს ყოვლისა, გუსტავს ულვაშზე მოუსი აქვს. ჯოს კი ეკლერი აქვს თმაში. მოლიას კი ბრჭყვიალები ნაოჭებში. რა სიტყვით მცხოველებო? მულია ძალიან მწუხარ, მაგრამ პინკიმ შენი დესერტი დიდებულად აღწერა. და შენი ეკლერების აღწერა მადის აღმძვრელი იყო. და როგორც პინკი ლაპარაკობდა შენს დონატებზე, ძნელი იყო გასაძლებად. ახლა კი საბოლოოდ ამოვხსენით საიდუმლო. ხო, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს კონკურსზე გასატანი დესერტი. ვფიქრობ, ამის მოგვარება შეიძლება. წამომყევით?
ძვირფასო პრინცესა სელესტია, დღეს მივხვდი, რომ ნაადრევი დასკვნების გამოტანა კარგი არ არის. შენ უნდა გამოიძიო ყველა ფაქტი, სანამ ვინმე სრამეს დააბრალებ. თუ შენ ვინმეს ისეთ რამეს დააბრალებ, რაც არ გაუკეთებია, ეს მას გულს ტკენს. შენ კი სულელი გამოდიხარ. დღეიდან ყველა ფაქტს შევამოწმებ. ამ გაკვეთილზე რა სიტყვი, პრინცესა სელესტია? გინდა გასინჯო? არ მოინტერესებს თუ ამას ვიზამ.